გამარჯობა, ორშაბათი საღამოა და ეთერში ჩვენი პოდკასტი ჯანმრთელობის მატრიცა და დღეს ვფიქრობ ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, რომელიც ძალიან ბევრ ჩვენს მაყურებელს დაინტერესებს. თემა არის ძალიან პრაქტიკული და ძალიან ხშირ შემთხვევაში ზოგჯერ რთულიც ხოლმე. დღეს ვისაუბრებთ სიცხეზე, ანუ ტემპერატურულ რეაქციაზე და ამ ჭრილში ასევე მოვიხილავთ ისეთ ტემპერატურულ რეაქციებს, ისეთ სიცხეს, ასე ვთქვათ, ხალხოსნურ ენაზე, რომლის წარმომავლობის დადგენა ძალიან რთულია ხოლმე და ექიმებს ძალიან ბევრი საგამოძიებო, ასე ვთქვათ, პროცედურების ჩატარება უწევთ, რომ თითქოს ყველაფერი წესრიგშია და არ ვიცით ეს ტემპერატურული რეაქცია საიდან მოდის. სამედიცინო ენაზე მას ქვია უცნობი ეტიოლოგიის ცხელება. მე გიორგი ნიორაძე, მაია ბუჭაშვილი და გიორგი კამკამიძე გავუძღვებით დღევანდელ პოდკასტს და აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პოდკასტის სპონსორია კლინიკა ნეოლაბი და გთხოვთ, რომ გამოიწეროთ და მოიწონოთ ჩვენი YouTube-ის არხი, იმიტომ ეს არის ჩვენთვის ერთგვარი დიდი мотиваცია, რომ ახალ-ახალი საინტერესო თემები შემოგთავაზოთ. მოკლედ, უცნობი ეტიოლოგიის ცხელება და ზოგადად ცხელებაზე გვექნება დღეს საუბარი. მაიაგია, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ეს თემა შეარჩიეთ სასაუბროდ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ადამიანისთვის ძალიან საჭირო შეკითხვებზე გავაცემთ დღეს პასუხს. მოდი ზოგადად დავიწყოთ და მე გადავიდეთ ახლა ამ უცნობი ეტიოლოგიის ცხელებაზე. რა არის ცხელება, რა მექანიზმია ადამიანის ორგანიზმში, როდესაც ტემპერატურა იმატებს? ცხელება ქვია ტემპერატურას 38 გრადუსი და მეტი. ზოგიერთ კლასიფიკაციაში 38 და 3 და მეტი. ანუ ამას ხაზგასმა ჭირდება თავიდანვე, იმიტომ რომ ჩვენთან ადამიანები 37-ის ზემოთ უკვე სიცხეს ცხელებას უწოდებენ. სინამდვილეში ცხელება კიდევ მეორე არის 38 და მეტი. ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურის მატება არის რეაქცია სხვადასხვა გარემო ფაქტორებზე. იქნება ეს ინფექციური თუ არაინფექციური, ორი ჯგუფად რომ დავუყოთ. ინფექციურებს შორის მე ცოტა უფრო დეტალებში ვილაპარაკებთ და არაინფექციურებს შორის შეიძლება იყოს თქვა სიმსივნე, ფარისებრი ჯირკვლის ანთება, ბევრი სხვადასხვა მიზეზი, მედიკამენტები, მთელი რიგი მედიკამენტების გამოყენების დროს შეიძლება იყოს რეაქცია ადამიანის ცხელება და ბევრი სხვა. რაც შეეხება სანამ უშუალოდ ცხელებაზე კონცენტრირდებით, რა ვუყოთ ტემპერატურას 37-სა და 38 შორის, ეს საინტერესოა ხოლმე. ტემპერატურა 37 და 2 ფაქტიურად არც არის სიცხე. მაგრამ აი ლიტერატურაში ჩვენ ხო ვიცით სუბფებრილური ტემპერატურის 37 და 2 ზემოთ სუბფებრილური შეგვიძლია დავარქვათ. 37 მაგრამ თერმომეტრის წითელი ხაზი აქვს 37-ზე, კი ბატონო. ეს პირობითი გაყოფაა და ეხლა თუ ზუსტად 39 არაფერია და 37 რაღაცა ეგრე არ ხდება. ადამიანის ორგანიზმი არ არის რაღაცა რობოტი და დღეღამის სხვადასხვა მონაკვეთში შეიძლება 37 და 2 და ცოტა მეტი ბუნებრივად გქონდეს. მაგალითად, ცხელი ჩაის მირთმევის შემდეგ. კი, ემოციური, ვთქვათ, ემოციის შემთხვევაში, ფიზიკური დატვირთვის დროს ან ისედაც ბუნებრივად შეიძლება დღეღამის რაღაც მონაკვეთში ჩვენი ორგანიზმი ავითარებდეს ცოტა უფრო მეტ ტემპერატურას, ვიდრე ჩვენ თერმომეტრზე გვინდა რომ ხედავდეთ. ამიტომ კიდევ ერთხელ შევთანხმდეთ 37, 38, 38, ანუ თანაც თუ დღეღამის რომელიღაც მონაკვეთშია და ნორმალური დაბალიც გვაქვს, ესე იგი ეს ჩვეულებრივი ამბავია ნორმა და ამაზე შეგვიძლია არ ვინერვიულოთ. არადა ექიმებთან ვიზიტის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია მოდიან პაციენტები აი ძალიან დიდი ტომეულებით, სამწუხაროდ ხშირად არაკეთილსინდისიერ მოპყრობის მსხვერპლები ხდებიან იმ მხრივ, რომ უტარდებათ უამრავი არასაჭირო გამოკვლევა, არადა ეს მათი ჩვეულებრივი ნორმალური ტემპერატურაა. თუმცა მაია, აქვე გეტყვი იმას, რომ ადამიანების უმეტესობა, თუნდაც აი როდესაც ჩვენ ამბობთ, რომ ერთი ხაზი, ორი ხაზი ძალიან რეაგირებს და შეგრძნებების დონეზე მცირე ტურბულენციასაც კი ტემპერატურის დროს. აი რატომ იზომავენ აბა მაშინ სიცხეს ხომ თუ კარგად გრძნობენ თავს, ანუ ორგანიზმი რაღაცას მაინც გეუბნება. აი თუნდაც 37 და 2-ზე მე ესე ვარ ხოლმე, რომ როცა მაქვს 37 და 2 დაბალი მქონია, ყოველთვის გრძნობ. შეიძლება გრძნობ წამოხურებას და ეს ცოტა უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივია. ხო ბატონო. ეს ერთი, მაგრამ მეორე უფრო ხშირად ერთხელ თუ დააფიქსირებენ, მერე
უფრო ხშირად იზომავენ და იზომავენ, ოჯახის წევრები შეყურებენ, აბა რამდენია, ეს კიდე ემატება ეს ემოციები. ძალიან ხშირად პაციენტებისთვის მithkoms ხოლმე, რომ გთხოვთ აი 1-2 კვირა უბრალოდ არ დაიზომოთ ტემპერატურა და აი ამან კი წლიდან გამოდიან ხოლმე. 37 ნახევარსა და 38 შორის უკვე ამას ქვია სუბფებრილური ტემპერატურა. რამდენიმე ეპიზოდი შეიძლება ასევე პრობლემა არ იყოს, თუმცა ამ ტემპერატურაზე შეიძლება რაღაც თქვათ დაავადებები იწყებოდეს ან მიმდინარეობდეს და გარკვეული ყურადღება ჭირდება. ახლა აქ რაციონალური მიდგომა ხოლმე საჭირო და რაღაცა საბაზისო კვლევები, დავწყოთ იქიდან რომ ნებისმიერ ადამიანს წელიწადში ერთხელ ორჯერ რომელიღაცა ეს საბაზისო გამოკვლევების სიხლსაერთო ანალიზი და ასე შემდეგ ისედაც ჭირდება. თუ ეს ტემპერატურა არის თქვათ აი სუბფებრილური, რასაც ვეძახით 38-მდე, 37-38 შორის, მაშინაც რაღაც საბაზისო კვლევები, რა თქმა უნდა, ჯობია რომ გაიკეთოს ადამიანმა. ეს არის თქვათ ლეიკოციტარულ ფორმულას შევხედოთ, სისხლის საერთო ანალიზი, გუმკერდის გამოკვლევა. ფარისებრი ჯირკვლის საბაზისო თქვათ თუნდაც მარტო TSH-ი, შარდის საერთო ანალიზი, ესეთი რაღაც, რასაც ვეძახით, პირველადი საბაზისო გამოკვლევები, რომ რაღაც მიმართულება. მაყურებელი რა დავაბდოთ, ეს ერთჯერადად დაფიქსირებულ ტემპერატურაზე ამბობ სუბფებრილურზე თუ რომელიც გრძელდება რაღაც პერიოდი, ხო? და რა პერიოდი შეიძლება გრძელდებოდეს, რომ აი დაახლოებით აი რა პერიოდისია საუბარი? ზოგადად გახანგრძლივებულ ცხელებად აქაც სხვადასხვა ლიტერატურაში 2 კვირაზე მეც ან 3 კვირაზე მეც წერენ. აი უცნობი ეტიოლოგის ცხელება საერთოდ არის 3 კვირაზე მეტი, 38 და მეტი. ეს არის უცნობი ეტიოლოგის ცხელების განმარტება. გახანგრძლივებულ ცხელებად შეიძლება ჩავთვალოთ 2 კვირაზე მეტი. ყოველ შემთხვევაში ხა 2 და 3 დღეში და 5 დღეში გამოკვლევების დაწყება ნამდვილად არ არის ხოლმე აუცილებელი. თუ არაადეკვატურად ჩვეულებრივ სტანდარტული ვირუსული ინფექციების 5-7 დღე ჩვეულებრივ მიმდინარეობს. აი ამის შემდეგ კი უკვე თუ გრძელდება ეს ტემპერატურა და მიზეზი არ არის დადგენილი 3 კვირაზე მეტი, როდესაც გრძელდება. ან ადამიანს რაღაც დამატებითი დისკომფორტი და სიმპტომები აქვს, ასეთ შემთხვევაში უკვე ალბათ ჯობია რომ კეთილი, მოდი გიას შენ დაგისვავ შეკითხვას, აი მაიამ, როდესაც აი ამ ტემპერატურულ რეაქციებზე საუბრობდით, გაყოორად ხომ? ერთი არის ეს გარე აგენტები, ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან გამოწვეული ტემპერატურული რეაქციები და მეორე არავირუსული წარმომავლობის, არაინფექციური უпроსტად წარმომავლობის ტემპერატურული რეაქციები. აი ყველაზე ხშირი მიზეზი არაინფექციური წარმომავლობის ტემპერატურული რეაქციებისა რა არის ხოლმე და რა ხვდებათ კლინიცისტებს კლინიკურ პრაქტიკაში? იმისთვის რომ გავიაზროთ, რატო შეიძლება იყოს ტემპერატურა, ანუ სიცხე ინფექციის გარეშე, უნდა პირველ რიგში ვთქვათ, რომ თვითონ ინფექციის შემთხვევაშიც ტემპერატურული რეაქცია არის ბუნებრივი დაცვითი მექანიზმი, რომელსაც ანვითარებს ორგანიზმი და ეს ჩვენი იმუნური სისტემა, ჩვენი ასევე ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გვაქვს ჰიპოთალამუსი, რომელიც აწესრიგებს ტემპერატურას და ის ხელს უწყობს, ასე ვთქვათ, ორგანიზმის რეაქციას ინფექციაზე ან სხვა აგენტებზე, მაღალ ტემპერატურაზე შედარებით აქტიურდება ჩვენი უჯრედების ფუნქციონირება და მეორეც არის, რომ იგივე ვირუსები, ბაქტერიები შედარებით მაღალ ტემპერატურაზე უფრო ადვილად ნადგურდებიან. შესაბამისად, სხვა ფაქტორები, რომლებიც ასევე განაპირობებენ იმუნურ პასუხს, აი ციტოკინებს ეძახიან ამ ნივთიერებებს, რომლებიც ამ დროს გამომუშავდება, შეიძლება იწვევდეს ცხელებას, ტემპერატურულ რეაქციას. მათ შორის აი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი არის ეგრეთ წოდებული აუტოიმუნური დაავადებები, როდესაც ჩვენივე ორგანიზმი რეაგირებს ზედმეტად ჩვენივე ქსოვილებზე, სხვადასხვა უჯრედებზე, რომელიც არ უნდა რეაგირებდეს ნორმალურ პირობებში, შესაბამისად ირთვება ისეთი მექანიზმი, რომ თითქოს ორგანიზმი ებრძვის რაღაცა გარე ფაქტორს, ამ დროს საკუთარ ასე ვთქვათ ორგანიზმს ქსოვილებს ებრძვის, ასეთია მაგალითად წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, ვასკულიტების სხვადასხვა სისხლძარღვების ანთება. ასევე სიმსივნური პროცესის დროს და განსაკუთრებით სისხლბადი, ანუ სისხლის სიმსივნეების შემთხვევაში გვაქვს ლიმფომები, ლეიკოზები, რაც არის ხო?
ამ შემთხვევაში პირდაპირი მექანიზმია ჩართული, რომ ზედმეტად ხდება გამომუშავება ეგრეთ წოდებული პიროგენული ფაქტორების, მათ შორის ციტოკინების, რომლებიც განაპირობებენ ჰიპოთალამუსის გააქტიურებას და შესაბამისად ტემპერატურულ რეაქციას და პრეპარატებზე შეიძლება იყოს ასევე ძალიან ხშირად ტემპერატურული რეაქცია. იგივე აი ჩვეულებრივი მაგალითად ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი არასტეროიდული პრეპარატები, გულსიზარდთა სისტემის სამკურნალო პრეპარატები, ასევე თქვათ აი ქიმიოთერაპიის დროს პირდაპირ ზემოქმედება სხვადასხვა უჯრედებზე მათი დაშლის, ასე ვთქვათ, პროდუქტები განაპირობებენ ტემპერატურულ რეაქციას და ახალი თაობის მკურნალობა, იმუნოთერაპია ასევე აქტიურებს მექანიზმს შესაბამისად ესეც შეიძლება იყოს დაკავშირებული ტემპერატურულ რეაქციასთან, თუმცა ერთ-ერთი მაჩვენებელია, რომ თვითონ ადამიანის მდგომარეობა ასეთ შემთხვევაში გაცილებით უფრო კარგია, ვიდრე ეს ტემპერატურით შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, ასევე არ არის ხოლმე გულის აჩქარება ამასთან დაკავშირებული და ამ ნორმალური სუნთქვა პირიქით ბრადიკარდია და გახშირებული სუნთქვაც შედარებით იშვიათია. ასეთ დროს და სადღაც აი ამოვწუროთ ეს თემა 48-72 საათის შემდეგ ეს ცხელება უნდა ჩამთავრდეს, თუ კი შევწყვეთ ამ პრეპარატის მიღებას. კეთილი, რა მინდა კითხოთ, ის შენ ახსენე, რომ ეს არის ადამიანის თავდაცვის მექანიზმი, ხო? ნებისმიერი ტიპის ტემპერატურული რეაქცია და თქვი ისიც, რომ ტემპერატურის დროს, როდესაც ჩვენ ინფექციური წარმომავლობის ტემპერატურულ რეაქციაზე ვსაუბრობთ, მაღალი ტემპერატურის დროს ორგანიზმში ვირუსების და ბაქტერიების კლდომა ხდება. ძალიან ხშირად ადამიანები აი დაბალ ტემპერატურაზეც კი ნიშნავენ სიცხის დამწევ საშუალებებს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ აი ჩვენ ორგანიზმი ბუნებრივად რა ვირუსებსაც და ბაქტერიებსაც ხოცავს. თავად ამ პროცესს ვაჩერებთ სიცხის დამწევის საშუალებების მიცემით. ხო, ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემაა, რომ აი მიზანი თუ კი არ არის ეს ძალიან მაღალი ტემპერატურა და ეს იგულისხმება 39 გრადუს ცელსიუსზე უფრო მაღლა, არ არის კიდე თუ არა სამიზნე, რომ ჩვენ აუცილებლად დავწიოთ ტემპერატურა და ზოგი თქვა პაციენტი ძალიან ნერვიულობს, აი რომ მოიხმარ ანტიბიოტიკებს. აი ანტიბიოტიკები ზოგმა ანტიბიოტიკმაც იცის ტემპერატურული რეაქცია, მაგალითად სიფილისის სამკურნალო მედიკამენტმაც. ზოგადად ანტიბიოტიკები ნომერ პირველია ტემპერატურის თვითონ თქვა ტემპერატურის გამოწვევის თვალსაზრისით, ასე რომ შეიძლება ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე ტემპერატურა კვლავ მაღალი რჩებოდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება და პირიქით, ანუ სადღაც 38-დან 39-მდე ამ ინტერვალში არის ეგრეთ წოდებული ნორმალური მომატება შესაბამისი მიზეზის არსებობის შემთხვევაში ტემპერატურის და ამ შემთხვევაში აი აქტიურდება ჩვენი უჯრედების ფუნქციონირება, რომლებიც არის ჩვენ დამცავი ინფექციებისგან და ასევე თქვათ აი მიგივე ბაქტერიებზე და ვირუსებზე მოქმედების თვალსაზრისით. რაც შეეხება აი ზოგიერთი ამბობს, რომ მე ტემპერატურა არ მიწევს და ეს კარგია თუ ცუდია, ზოგს უხარია, რომ მათ არ აქვთ ტემპერატურული რეაქცია. ამიტომ ნერვიულობენ, რომ ცუდი იმუნიტეტი აქვთ და იმიტომ არ უწევთ მაღლა სიცხეს. როგორც წესი, ეს უნდა განვიხილოთ ასაკთან მიმართებაში. თუ კი ეს არის ადრეული ასაკის ბავშვი, ერთ წელზე თქვათ ნაკლები განსაკუთრებით, როდესაც ჯერჯერობით მოუმწიფებელია თერმორეგულაციის მექანიზმი, ან ხანდაზმული ადამიანი, შესაბამისად ეს უარყოფით როლს თამაშობს. ან ტემპერატურის არ ქონა? დიახ, აი ტემპერატურის ამომატება და ხშირად ხედავთ ამ შემთხვევაში იგივე სუნთქვის გახშირებას, გულისცემის მომატებას, სისუსტეს, მადის დაქვეითებას, ბავშვებში განსაკუთრებით ჭირვეულობას, ტირილს, უფრო მაღალ ასაკში ამ შემთხვევაში გაბრუება შეიძლება იყოს და გონებრივი ვთქვათ აქტიურობის დაქვეითება, მაგალითად ლაპარაკის გაძნელება, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს წინა პლანზე და არა ტემპერატურული რეაქცია, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ხოლო
ასე თქვათ, იგივე ბავშვთა ასაკში, არა ადრეულ ასაკში, ან დასრულ ასაკში, როგორც წესი, თქვათ, ეს არ არის კავშირში იმუნიტეტის დაქვეითებასთან, როგორც წესი, თუ კი არ გვაქვს ისეთი დაავადებები, რომლებიც აქვეითებს, თუ არ არის თქვათ იმუნოდეფიციტები ან პირველადი ან მეორადი რაღაცა პრეპარატებით განპირობებული, იგივე როგორც არის მაგალითად სტეროიდებით მკურნალობა ან ქიმიოთერაპია, ან თუნდაც იმუნოთერაპია, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ამასთან დაკავშირებული ტემპერატურის მომატების, ასე ვთქვათ, დეფიციტი. მეორე მხარეა ასევე ძალიან მაღალი ტემპერატურა, რომელიც დაკავშირებულია იგივე COVID-თან დაკავშირებით, იყო ეს ციტოკინური შტორმი, რომლის დროსაც ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო. გრიპის შემთხვევაში არის ხოლმე ძალიან მაღალი, პნეუმონიის შემთხვევაში და სეფსისის შემთხვევაში. თუმცა სეფსისის დროს შეიძლება ძალიან დაბალი ტემპერატურაც ნორმაზე დაბალიც იყოს. შესაბამისად, ორივე ასე ვთქვათ, ტემპერატურის არ მომატება ან ძალიან მაღალი ტემპერატურა, ან 39-ის ზემოთ ვამბობთ ამ შემთხვევაში, უკვე არის იმის მაჩვენებელი, რომ გარკვეული სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. განგაშის სიგნალი მაინც უნდა ჩაირთოს, რომ ექიმთან მივიდეს ადამიანი და გამოკვლევები მინიმუმ რო ჩაიტაროს. და თუ კი ეს გრძელდება მიუხედავად, თქვათ, ჩატარებული მკურნალობისა, ამ შემთხვევაში ვაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას. კეთილი, მოდი ჩამოთვალოთ ხომ ან ფაქტობრივად ყველა და ძალიან ბევრი დაავადება იჭროს ტემპერატურულ რეაქციებს და ყველა დაავადებას ბუნებრივია ვერ ჩამოვთვლით, ხო? მაგრამ აი ძირითადი დაავადებები შენი მიმართულების პროფილით რო ჩამოვთვალოთ და მე მეორე და გადავიდეთ უკვე უცნობი ეტიოლოგიის, როდესაც მიზას ვერ ვადგენთ, რომ საიდან მოდის ეს ტემპერატურა. გიამახსენა გრიპი და კოვიდი, რა თქმა უნდა გრიპი ალბათ წამყვანია ტემპერატურის მომატების მიზეზებს შორის. ასევე ერთ-ერთი ძალიან ხშირი მიზეზია ინფექციური მონონუკლეოზი, რომელსაც როგორც ვიცით, ყველაზე ხშირად იწვევს შტაინბარის ვირუსი და აი ამ გახანგრძლივებულ ცხელებს იწვევს ხშირად და სხვადასხვა კვლევებს უტარებენ და ამ დროს მიზეზია ხოლმე ეს შტაინბარის ვირუსი, ანუ მონონუკლეოზი, რომლის დროს შეიძლება კვირაობით და თვეობითაც იყოს ტემპერატურული რეაქცია. ტუბერკულოზი თავისთავად ცხადია, ციტომეგალოვირუსი, ბევრი სხვადასხვა ინფექცია, სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციები, ორგანიზმში სადმე არსებული ჩირქგროვა, ეგრეთ წოდებული აბსცესი მაგალითად. და ასე შემდეგ. ოღონდ აქ რა თქმა უნდა წამყვანია მარტო ცხელება იზოლირებულად თუ კიდე რაღაც სიმპტომები ახლა თუ ამას ემატება ხოლმე მაგალითად კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ეჭვი უფრო მიდის ნაწლაურ ინფექციებზე, თუ სასუნთქი გზების სიმპტომები ემატება ყველა, ეჭვია უფრო სასუნთქი გზების მიმართულებით. მოკლედ მიზეზი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ ისევ აი უცნობი ეტიოლოგიის რა დავარქოთ ამაზე. და ერთ რაღაცას ვიტყვი, ხო, ანუ ადრე უფრო ბევრი იყო, ანუ ადრე მიზეზების დადგენა, ეხლა დიაგნოსტიკური შესაძლებლობები რო განვითარდა, უფრო ადგენ მიზეზს და ადრე შეიძლება მალე ადგენ. ადრე შეიძლება ამ მიზეზის დადგენაში ძალიან დიდი დრო დახარჯულიყო და შეიძლება ვერც დაგეტკინა. ისე ზოგადად ცხელების მიზეზების უხეშად 30%-მდე დაუდგენელი რჩება მაინც. ისე გაიაროს შეიძლება რომ ვერ გაიგო. მაინც ვერ გავიგოთ რაში იყო საქმე, მაგრამ ნუ ხა თვითმიზანი ის არ არის რომ გავიგოთ, თვითმიზანი ის არის რომ პაციენტი კარგად ზრუნდეს თავს და ვანებებთ თავს. აი მაგალითად ჩვენ პოსტინფექციური პანელის პოდკასტში ვილაპარაკეთ და კიდე გავიმეორებ ადამიანებს, როდესაც ვუკეთებთ ანტისხეულების ტესტს, აღმოვაჩენთ რომ უამრავი ინფექცია ისე აქვს და არც იცის თვითონ, ხო. და ამ დროს ხო ქონდა რაღაც ტემპერატურა იყო თუ სხვადასხვა სიმპტომები და არავინ არ იცოდა რა. ეს ძალიან მაგარი პროდუქტია და მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს უნდა კონდეს აი ეს განსაზღვრული, იმიტომ უნდა კონდეს თავისი პასპორტი ვით არის, რომ თავისი პასპორტი რომ რა დაავადება აქვს გადაიტანოს. ხო, დამუშავებული თემა. მოკლედ, ისე ეხლა დავკონკრეტეთ უცნობი ეტიოლოგიის ცხელებაზე. კიდე გავიმეორებ, ეს არის 3 კვირაზე მეტი სიცხე, 38 და მეტი, როცა დადგენილი არ არის მიზეზი. ანუ როცა რაღაცა საბაზისო კვლევები ჩატარებულია და მაინც არ იკვეთება მიზეზი, ასე დროს უკვე იწყება დეტალური კვლევები. ხო, ინფექციური დაავადებების შორის დამავის და ბრუცელოზი, რომელიც საქართველოსთვის ახლა ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, გვხვდება ცხოველებშიც და საკმაოდ რთულად სამართავი დაავადებაა. ბრუცელოზი შეიძლება ძალიან დიდხანს გრძელდებოდეს, შეიძლება ქონდეს რეციდივები, ძალიან არასპეციფიური სიმპტომები აქვს, მაინც ყველაზე მეტად ყურადღებას იქცევს ცხელება და ამიტომ ამის თქმას ვცდილობდი, რომ მით უმეტეს ეხლა ამ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით
ცხელების შემთხვევაში ბრუცელოზი უნდა იყოს გამოკლებული. ტუბერკულოზიც ახსენე შენ. და ნუ არა ინფექცია თუ თქვათ რაღაცა საბაზისო ინფექციები ამოუწურავია და იმის თქმა რომ მორჩა და ყველაფერი გამოვიგულოთ პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ მაინც სიხშირის მიხედვით ჰეპატიტები ხდება ხოლმე რა თქმა უნდა გამოსაკვლევი ასევე. და შარდ სასქესო სასარგებლოების ინფექციები. შარდის ანალიზიც ვახსენე, მოკლედ ჯერ როდესაც საბაზისო კვლევებს ვაკეთებ, მაგალითად თუ შარდის ანალიზში გარკვეული ცვლილებებია, მე მიმართულებას გაძლევს, ხო? ანუ მე გადადიხარ შარდის ბაქტერიოლოგიაზე. ამ დროს აუცილებელია სისხლის ბაქტერიოლოგია, ანუ კულტურა, რასაც ვეძახით, სისხლის დათესვა და ასე შემდეგ. შემდეგ თუ ვთქვათ მეტნაკლებად ინფექციური დაავადებები, B ჰეპატიტი, ხო, ჰეპატიტებს ვახსენებდი, განსაკუთრებით B ჰეპატიტი, ხშირად, მწვავე B ჰეპატიტი გახანძრებული ცხელების მიზეზი. აქაც შეიძლება სხვა სიმპტომებიც იყოს, ვთქვათ, სიყვითლე და საჭმელთმონელებელი სისტემის მხრიდან დისკომფორტი, მაგრამ იზოლირებულად ცხელებით მიმდინარე ჰეპატიტებიც არსებობს. ამ მოკლედ საბაზისო მოკვლევის შემდეგ თუ მეტნაკლებად ინფექციური დაავადებები გამოირიცხა, მერე უკვე იწყება გამორიცხვა სხვა პათოლოგიების, თქვათ აი რაც წაგანი ყოლაბარაკი აუტოიმუნური დაავადებები, სიმსივნური დაავადებები, ფარისებრ-ჯირკვლის ანთება და ასე შემდეგ. მოკლედ რაღაც ალგორითმს მიყვება ექიმი, მაგრამ კიდე ერთხელ რომ დავაკონკრეტო, ლაპარაკობთ უცნობი ეტიოლოგიის ცხელებაზე ნამდვილად დადასტურებულზე. სხვათა შორის არაერთი პაციენტია, რომელიც გვეუბნება, რომ აქვს მუდმივად სიცხე. როდესაც რაღაც კვლევებს ვაკეთებ და საერთოდ არავითარი ცვლილებები არ არის და თვითონ რაღაცნაირი შთაბეჭდილება რჩება, რომ სინამდვილე არ არის. მე არ ვამბობ, რომ თქვათ ითუება ადამიანი. შეიძლება ჰორმონალური ფონი თუმცა იყოს. ესეთი შემთხვევებიც აღწერილია, როდესაც პაციენტს რაღაც ყურადღების მიქცევა უნდა რაღაცის გამო ან ოჯახის წევრების არაერთხელ ყოფილა ეგეთ შემთხვევა და ამბობს, რომ აქვს სიცხე. განსაკუთრებით ქალებში უფრო ხშირია ხოლმე თუ კაცებში. მოზარდები. აი მე ვთქვათ წაუსტრია მშობელს, რომ თბილი წყლის ქვეშ დებს თელ. ოხ, მაგას ყველა ვაკეთებდით, როცა სკოლაში წასვლა არ გვიდოდა ხოლმე. ასეთ შემთხვევების გამო ვთქვათ რუსულ ჯარში იყო ძალიან ხშირად საბჭოთა. და ამიტომ ზოგჯერ ვეუბნებით ხოლმე პაციენტს, რომ რაღაც ხშირად ღიურიათ გაიზომოს სიცხე 2-3 დღის განმავლობაში და გამოგვიგზავნოს და მე საქმეზე რომ მიდგება აღმოჩნდება ხოლმე რომ ან 2-3 დღე თითქმის არ იყო, ან რაღაც ერთი ეპიზოდი იყო, ანუ კარგად უნდა ამას ბოლომდე ჩაღრმავება და დარწმუნება რომ საქმე გვაქვს უცნობი ეტიოლოგიის ცხელებასთან, იმიტომ რომ ამას მე იმდენი გამოკვლევები მოყვება, რომ ტყუილ უბრალოდ ეს არ უნდა ვატაროთ. მე ვიცნობ მაგალითად ერთ ადამიანს, რომელსაც დაბადებიდან ესე აი შენ რაც ახსენე ხო, საღამოობით განსაკუთრებით როდესაც იზომავდა ტემპერატურას 37 და 2, 37 და 3 და აბსოლუტურად არაფერი არ ჭირს და ეს შეიძლება მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობაც. უამრავი ადამიანია ეგეთი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამწუხაროდ უამრავი არასაჭირო გამოკვლევის საფუძველი ხდება და აი მართლა ზოგჯერ ეს დაუჯერებელი რაოდენობით მრავალტომეულები მოაქვთ და რეალურად აღმოაჩინე რომ ადამიანს არაფერი არ იჭირს. უბრალოდ აქვს დღეღამის რომელიღაც მონაკვეთში იმ წითელ ხაზზე ცოტა უფრო აქეთ, ანუ 37, 37, 37 და 3 და ამის გამო აქვს შეტარებული უამრავი კვლევა და თან რაც თავარია, მერე მუდმივად მონიტორინგი და ისევ გამეორება, მერე ახალ ექიმთან მოხვედრილია, ისევ თავიდან გამოკვლევები და ეს ხალხი აი ესე მან კი ერთ წრეზია, მერე ამის გამო შფოთავენ უამრავი ვერავინ ვერ დამიდგინა რამ ჭირს. და ამ შფოთვაში კიდევ უფრო იცავს ტემპერატურა. იცავს ტემპერატურა და უარესად გრძნობენ თავს. ხო, მაინც მინდა ესეთი განმარტება რომ გავაკეთოთ, აი თუ ყველაფერი რიგზე აქვს ადამიანს, არანაირი აი გიამრად ჩამოთვალა, არც დაღრილობა, არც ოფლიანობა, არანაირი სიმპტომი არ მოდის, ხო? მხოლოდ არის ერთეულად გამოხატული ტემპერატურული რეაქცია. და ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს, რომ არაფერი სხვა სიმპტომი არ აქვს. არჩია რა ტემპერატურები ვაპარაკობ. აი 38-მდე ადის რაღაც 1 საათის განმავლობაში, დღის განმავლობაში. 38-მდე თუ ადის 1 საათის განმავლობაში, დღის ეს საყურადღებოა მაინც. ეს უკვე გარკვეულწილად ეს ის ნაცრისფერი ზონა 37-ნახევარსა და 38 შორის თუ სისტემატურად მეორდება ეს. და მხოლოდ 1 საათი გრძელდება პირობით. გამოსაკვლევია მაინც კი. და რატომ არის ეს 1 საათი ხოლმე? აი ზოგჯერ მართლა ეს ტემპერატურა გრძელდება მხოლოდ 1 საათი და სხვა დანარჩენი დღის მონაკვეთები არ არის და უფრო მეტად ეს არის საღამოს საათები. აი რა მექანიზმი აქვს ამას? ეს შეიძლება ნორმალურიც იყოს ვიღაცისთვის, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ხა 38-მდე უკვე
გამოსაკლევია კი. ან რომელიღაცა დაავადებების ციკლურობაც ხო ახასიათებს? არის პერიოდული დაავადებების ჯგუფი, როდესაც შეიძლება იყოს ასეთი რეაქცია, თუმცა რასაკვირველია, უნდა მივაქციოთ სხვა სიმპტომებსაც ურადღება იგივე. ეს ხმელთაშუა ზღვის დაავადება, ასევე ხო, პერიოდული დაავადება, სომხურ დაავადებასაც უწოდებენ ხოლმე. უფრო, მაგრამ ეგ ცოტა შორის მცდარია ქართველებშიც მოხშირია, ერთი ჩვენ არავინ არ ვიცი ჩვენ გენეალოგიური ხეს. მე იმას ტესტი გავიკეთე, ჩავავე ნერწყვის და გავიგე. და პერიოდული დაავადება საქართველოში საკმაოდ ხშირია და მას ახასიათებს აი ესე ზუსტად რაღაც პერიოდში ერთხელ ცხელების ძალიან ხანმოკლე ეპიზოდი და ახლავს ან არ ახლავს. თუმცა უფრო ხშირია მაინც ებრაელებში და სომხებში ალბათ, ხო? კი, მაგრამ პროცენტულად მაღალია, მაგრამ რასაკვირველია ქართველებში. არც ისეთი იშვიათია. ერთი რაღაც მინდა არ დამავიწყეს ფებრილური გულყრა ეგრეთ წოდებული, როგორც ეძახოდნენ. ანუ ეს არის მთელი ოჯახებისთვის რაღაცა კოშმარად ქცეული, რომ განსაკუთრებით ბავშვებში. რომ მშობლებს ხო ეშინიათ, რომ სიცხე ზემოთ არ უნდა აუვიდეს ბავშვს, იმიტომ რომ ექნება კრუნჩხვა. და სიცხის დაწევა ამ დროს ყველაზე დიდი პრობლემა ხომ. ეხა ეს საბედნიეროდ აღარ არის ეს ბავშვები მსხვერპლი ზმრიანი ასკების გარშემო. კი, ეს ისევ არის. ეპილეფსიის საწინააღმდეგო მკურნალობას გულისხმობს. ასეთი ბავშვები ზოგჯერ ერთი ეპიზოდი გულყრის მერე ადრე ხარ უკვე საბედნიეროდ აღარ არის, იყვნენ ხოლმე წლები ეპილეფსიის საწინააღმდეგო მკურნალობაზე. არადა ამ ეგრეთ წოდებული ფებრილური გულყრის, ანუ რაც გულისხმობს მაღალი სიცხის დროს გულყრის ეპიზოდი, უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებულია ხოლმე მცირე ასაკის ბავშვებთან ჰერპესის ჯგუფის ვირუსებთან. ჰერპეს 6 და ჰერპეს 7 არის ვირუსები, რომლებიც ეგ არ ვიცოდი. გამონაყრით ან გამონაყრის გარეშე უბრალოდ ცხელებით მიმდინარეობდეს, ბავშვების უმრავლესობას გადააქვს, უბრალოდ ნაწილს შეიძლება განუვითარდეს ამ დროს გულყრა. მაგრამ ეს ერთჯერადია, ერთხელ მოხდება და იმას არ ნიშნავს, საინტერესო რაღაცას კრუნჩხვიანი ბავშვია, როგორც დაარქვენ ნიარლიქს და მე მშობლებს ნევროზი აქვთ, რომ აი სიცხე არ უნდა აუყვანო, თორე დაიკრუნჩხება, სულ არ არის ეგრე. იმას უბრალოდ ქონდა ის ინფექცია, ამის გამო ქონდა ფებრილური გულყრა და ის არასოდეს აღარ ექნება. ეს ეგრეთ წოდებული ნეიროტროპული ვირუსებია და განაპირობებენ პირდაპირ ამ კრუნჩხვით სინდრომს. შესაბამისად, ეს გამეორებით როგორც წესი არ იქნება, თუნდაც იყოს მაღალი ტემპერატურა. ჩვენ ისე ალბათ ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და ბოლოში ერთსაც კი ბატონო. ძალიან საინტერესო გამოვიდა დღევანდელი საუბარი, მე ძალიან მომეწონა, იმეც გისმენდით ძალიან ისე გულისხმობთ. მკურნალობა. კითხვა არის ხოლმე, რომ ახლა სიცხის დამწევებზე ახლა ამ წუთში არ ვლაპარაკობა. ეს ასე თუ ისე თქვით და მკურნალობას გულისხმობ უცნობი ბიოტეოლოგის ცხელებს. ანუ ემპირიულად ესე პირდაპირ ცხელების დროს უნდა დავნიშნოთ თუ არა მაგალითად ანტიბიოტიკები. ჯობია რომ არა, ამაზე პასუხი ეს არის. იმიტომ რომ ჯობია, რა თქმა უნდა, ვეცადოთ გავიდეთ მიზეზზე და მე კონკრეტულ მიზეზს. და კონკრეტულ მიზეზს ვებრძოლოთ, ვიდრე მოვსინჯოთ ანტიბიოტიკები. არის ესეთ სიტუაციები, შეიძლება ხა ვეღარ გავალ სიღრმეებში, როცა შეიძლება გადაწყვეტოს ექიმმა, რომ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი დანიშნოს, მაგრამ ეს პრაქტიკა არ უნდა იყოს ძალიან ხშირი და ესეთი აუცილებელი. იმიტომ რომ აი ეს ერთ-ერთი ჩვენ სულ ვაპარაკობთ ანტიბაქტერიუმ პრეზიდენტობას და ერთ-ერთი ხელშემწყობია. ამიტომ მარტო იმიტომ რომ ადამიანის სიცხე აქ ეს ემპირიულად ანტიბიოტიკების დანიშვნა ნამდვილად არ ღირს. მოკლედ, მართლა ძალიან ისეთი იყო დღევანდელი საუბარი, ვფიქრობ ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან ბევრ შეკითხვაზე პასუხს გასცემდა და რო შევაჯამოთ, მნიშვნელოვანია რომ თუ ეს ტემპერატურული რეაქცია გრძელდება და 37-5-სა და 38-ს ეს ემოთ ადის და გახანგრძლივებულია, აუცილებელი არის რომ ამ დროს მიმართონ სპეციალიზირებულ დაწესებულებას, სადაც მოხდება ადამიანის სრულფასოვანი გამოკვლევა, რომ მიზეზზე გავიდნენ და სწორედ ამ მიზეზს უმკურნალონ. დავამშვიდობოთ დღეს ჩვენს მაყურებელს. უსმენდით პოდკასტ ჯანმრთელობის მატრიცას. აქვე კიდევ ერთხელ გათხოვთ, რომ ამ პოდკასტის სპონსორი გახლავთ კლინიკა ნეოლაბი და მინდა გთხოვოთ, რომ გამოგვიწეროთ და დალაიქოთ ჩვენი YouTube-ის არხი, რომ ახალ-ახალი საინტერესო თემებით წარსდგეთ ხოლმე ყოველ ორ შაბათს თქვენს წინაშე. დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ, გემშვიდობებით.